აუცილებლად შევხმიანდეთ. ხო, იმიტომ რომ კარგი მამა პაულა იგვი. იქაური ადამიანი როცა არის. აჰა, აი ხლა ნახე ბატონო დავით მე რას ვიკადრებ. აი ამ დანას ავიღებ რა, აი ამას. ესე. და გახსოვს ის რო გავაკეთეთ ის? რა გავაკეთე? ხაჭო. მე არის ყო ძალიან მაგარი. აი ეს. ქართლულია, ხო? ძარი? ერბო ხაჭო ხო ქართლულია. არა. ერბო ხაჭოს მთიელები აკეთებდნენ მთაში. შეიძლება თუშურია, ხევსურულია, რა ვიცი. მთაში საერთოდ ხალხი უფრო წირი რესურსები იყო, გამიგე? აი მარტო ხორცი იყო, ერბო იყო, კარტოფილიც არ იყო, კარტოფილი მერე შეიტანეს, აი ესეთი რაღაცა უნდა გამოვიდეს, აი შეხედეთ. ამას ცოტა მუღამი უნდა ეს მანამდე სანამ ააცვეთ, ხო? ისქენით კარგა გაშალეთ. ხო და აი მწერი რესურსებიდან ცდილობდნენ რომ გაეკეთებინათ გემრიელი საჭმელი. ამიტომ ხო, ეხლა თავზე რომ გაყრია ყველაფერი ხაშლამა ის აი ხილი, რა ვიცი, ბოსტნეული, ხო? ტვინი ნაკლებად გიმუშავებს, გეზარება, ეგეთ რაღაც მოიგონო და როცა ცოტა მწირი რესურსები გაქვს, იმაშრები, რა ქვია, ცდილობ რომ გაამრავალფეროვნო და მართლა გაამრავალფეროვნეს ისეთი გემრიელი საჭმელები აქვთ. და ნოყიერია რა. აი ხო, ნოყიერი და გემრიელი რა, ანუ კაიდანა ესა, ეს ბიჭო ჩემპიონი დანა გამოდგა, ნახე რა, ამასაც კი ადვილად აჭრის. ის შავი ჩემეზე ვიცი ისისა, აი რომ დაიკარგო სადი. სადა? და უი რა მისულობა რა. სადი მე რომ დაიკარგო რა დღეში.